მოდით ნახოთ როგორი კვირა ექნებათ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ძალიან კარგ ადამიანებს. შვენიერი ნიშანია სასწორი, მიყვარს. აბა როგორი კვირა აქვთ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბედნიერ ადამიანებს. როგორც ჩანს, შემდეგი კვირა აქტუალური არის მოგზაურობის თვალსაზრისით დიდი მიმოსვლა გაჩაღებული. ქალწულებსაც უჩანთ გზა და აქ ჩანს, რომ სასწორებს ასევე გელოდებათ მოგზაურობა. ეს შეიძლება იყოს საიდანღაც გამოსვლის პერიოდი. ანუ შესაძლოა როგორი ლამაზი არკანებია, ძალიან ლამაზი არკანებია. ნახეთ, აქ თქვენ უკვე ბევრი მიიღეთ, რაც გჭირდებოდათ სასურველი შედეგის მისაღწევად. ბევრი დეტალი გაქვთ უკვე მოგროვებული და თითქოს მაინც იხედებით უკან, რომ კიდე რაღაცა მაკლდება და კიდე რაღაც მჭირდება იმისთვის, რომ მთლიანად შევავსო პაზლი. აი ესეთი მომენტია. და აი შეიძლება მოგიწიოთ კიდევაც, რომ უკან ცოტა მოტრიალდეთ და წამოიღოთ დარჩენილი ორი ხმალი თქვენი. ეს ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ. მოგცემთ შედეგს, ეს ალბათ უკავშირდება უფრო თქვენს ბიზნესს, რაღაცა ბიზნეს ახალ წამოწყებას და აი აგროვებთ ამისთვის თითქოს საჭირო რესურს, უკვე გაქვთ რაღაცა გარკვეული რესურსი მოგროვებული, თითქოს ბოლომდე გინდათ დარწმუნდეთ, რომ ეს საკმარისი იქნება თუ არა თქვენთვის და გააგრძელებთ მერე გზას.